ამ გაკვეთილში ილუსტრატორის ეფექტებზე ვისაუბროთ. თუმცა სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, ტრადიციულად მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელს გახდის უფრო მეტი საინტერესო კურსი დავამატოთ არხზე. აგრეთვე თუ გსურთ კურსში გამოყენებული გრაფიკული მასალის მიღება და გამოყენება, გთხოვთ მოგწვევთ კომენტარებში თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი და ელექტრონული პოსტის მისამართზე გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მასალას. ეხლა კი გადავიდეთ გაკვეთილზე. შესაქმნელი ობიექტების ხედის შეცვლის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება არის ილუსტრატორის ეფექტების გამოყენება. მოცემულ გაკვეთილში მე განვიხილავ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი ხედის შესაცვლელად. პირველ რიგში გამოყავით ობიექტი ეკრანზე. ამისათვის აირჩიეთ ხელსაწყო selection, ჩვენთვის ნაცნობი ხელსაწყო და დააწყაფეთ სასურველ ობიექტზე. ჩემ შემთხვევაში ეს არის username veli. აქ ამ ველზე დავაწყებ. დარწმუნდით იმაში, რომ მუშაობთ ფერის ჩასხმაზე, რადგან საჭირო იქნება მასში ცვლილებების შეტანა. ობიექტის გამოყოფის შემდეგ გადავიდეთ მენიუში Effects. სიაში ვიპოვოთ საჭირო ეფექტი. აქ ძალიან ბევრი ეფექტია წარმოდგენილი. აქ წარმოდგენილია ობიექტების ორი ჯგუფი ეფექტების. პირველი არის ილუსტრატორის ეფექტები, ხოლო მეორე არის Photoshop-ის ეფექტები. აქ თავზე ილუსტრატორის ეფექტებია განლაგებული, ხოლო ქვემოთ აწერია კიდეც Photoshop Effects. Photoshop-ის ეფექტებია გამოყენებული. პირველი მოდის Live Effects. თუ კი დავაკვირდებით, აქ გვაქვს Live ეფექტები. წარმოდგენილი, ხედავთ. რას წარმოადგენენ ისინი? ეს ილუსტრატორის ეფექტებია. მათი გამოყენება დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი. ისინი არ არის ისეთი უჩვეულო, როგორიც არის Photoshop-ის ზოგიერთი ეფექტი, მაგრამ საუკეთესოდ მუშაობენ ვექტორულ გამოსახულებასთან. Photoshop-ის ეფექტები ძირითადად გამოდგება რასტრულ ობიექტებზე, თუმცა დასაშვებია გამოყენებული იყოს ილუსტრატორის ეფექტებზეც. დავიწყებ პუნქტით Style-ის და მასში განთავსებული ეფექტით Drop Shadow. დავიდეთ Style-ის და Drop Shadow. აი ეს ეფექტიც. აქ ხედავთ, ქვემოთ გაჩნდა ესეთი ჩრდილი ველის ქვემოთ. ბრძანება გახსნის პანჯარაში, ბრძანების შემდეგ გახსნილ პანჯარაში მოცემულია რამდენიმე მონაცემი. პირველი ჩართული მონაცემი უნდა იყოს preview უცილებლად, რომ წინასწარ ნახოთ ამა თუ იმ ცვლილების შედეგი და დასრულებამდე. ამ გზით ყოველთვის დაინახავთ, რას აკეთებთ. გასახსნელი სია modes ცვლის blends ეფექტებს. სხვადასხვა ხედები, ეფექტები, ხედავთ, overlay, soft light-ი და ძალიან ბევრია. Darken-ი, color dodge-ი, ბევრი. Multiply გადავთოთ, ყველაზე ესეთი მისაღებია ჩემთვის. Multiply რეჟიმი არის blend-ის დამუქების რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილი თავის ობიექტებზე უფრო მუქი იქნება. თუ კი ამ სიაში ავირჩევთ სხვა რეჟიმს, მთლიანად შევცვლით ჩრდილის რეჟიმს. ჩვენ შეგვიძლია გამჭვირვალობის დონის შეცვლა ველში opacity, ხედავთ გამჭვირვალობა. ამის შემდეგ შეგვიძლია შევცვალოთ დაყენება X offset. მიუთითებად დაყენებულია 7 პუნქტი. თუ კი შევამცირებთ მნიშვნელობას, ჩრდილი მიუახლოვდება ორიგინალ ობიექტს X ღერძზე. დააკვირდით. გავზარდე, მოშორდა აქ, დააკვირდით. თუ კი შევამცირე, უკაცრავად უნდა შევამცირო. ხედავთ, შეიწია უფრო ახლოს. აქ გადიდების საშუალებას აღარ მომცემს. იმიტომ რომ პანჯარა არის გახსნილი და ზუმირების უფლებას არ მომცემს. დაყენება blur, blur-ამდე პრინციპში მოდით Y ღერძზე ვისაუბროთ. Y ღერძი ვერტიკალურად ცვლის მდებარეობას ეფექტისას, ანუ თუ კი გავზრდით ის ჩამოსდება ველს, თუ კი შევამცირებთ ის მაქსიმალურად ახლოს მივა ველთან. რაც შეეხება დაყენებას blur, შეგვიძლია დავაყენოთ სასურველ მნიშვნელობაზე.
ის პასუხისმგებელია ჩრდილის ბუნდოვანებაზე. ანუ რაც უფრო გავზრდი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება ჩრდილი, ხედავთ, რაც უფრო შევამცირებ, მით უფრო მკვეთრი, კაფიო ხდება ჩრდილი. იმისაც რომ აერჩიოთ ჩრდილის სხვა ფერი, უნდა დააწყაპოთ colors ფერის პანელზე და გახსნით პალიტრაში აერჩიოთ სასურველი ფერი. ნუ, აი აქედან შემიძლია ნებისმიერი სხვა ფერი დავაყენო, აი მოწითალო, მაგრამ წითელი. ამ ფანჯარაში ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს დაყენებებზე. ატარეთ ექსპერიმენტები მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს. დაყენებების დასრულების შემდეგ დააწყაპეთ ღილაკზე OK და ცვლილებები გამოყენებული იქნება გამოყოფილ ობიექტზე. პანელში appearance გამოსახული იქნება ატრიბუტი fx, თვითონ აი ამ ობიექტზე, fx-ი იქნება, ხედავთ, drop shadow fx-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყენებულია live effect-ის ეფექტი. ნებისმიერ დრო შეგვიძლია დავაწყაპოთ ატრიბუტის სახელზე და გახსნილ პანელში დავარედაქტიროთ, ну, აქ გაიხსნება იგივე ფანჯარა, ეფექტის ფანჯარა და დავარედაქტიროთ აი ეს ეფექტი, ანუ შევცვალოთ საჭიროებისამებრ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოიწონეთ გაკვეთილი.